კინო. კომენტარებში ტაში მიუძღვნათ 1000 უკვე ასეთი კარგი პარალელისათვის. გამარჯობა. დღეს დაპირებულ ვიდეოს შემოგთავაზებ დაპირებულ ფილმის განხილვას. ეს გახლავთ ჯაფარ ფანაჰის ფილმი. ეს უბრალოდ შემთხვევითობა იყო, it was just accident. რომელსაც აღიარება ევროპაში უფრო ჰპოვა ვიდრე ამერიკაში, რაც საერთოდ არ არის გასაკვირი, მაგრამ დიდი მადლობა საერთოდ რომ ოსკარი მას შეიჩინეს ამ ფილმის არსებობა და ნომინირებული მაინც იყო და მარტო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში არა, სცენარშიც რაც განსაკუთრებით გამიხარდა, იმიტომ რომ ეს უფრო იშვიათობაა ხოლმე, რა თქმა უნდა. მე იმას ვიტყოდი ერთს, რომ აი ნომინაციების ამბავს რომ მევაყოლოთ. ჩემთვის პირადად ამ ფილმში ყველაზე თავარი და ყველაზე მაგარი არის ზუსტად სცენარი. ანუ ზოგი ვიცი რომ ძალიან გულდაწყვეტილი იყო, რომ პანაჰი არ იყო ნომინირებული საუკეთესო რეჟისორთა კატეგორიაში. რაც ანუ რა თქმა უნდა მეც გამიხარდებოდა რომ ყოფილიყო, იმიტომ რომ იმსახურებს, მაგრამ ეს უფრო სასცენარო ფილმია ვიდრე სარეჟისორო, ანუ არჩევანის საშუალება რომ მქონოდა, მეც სცენარში მივცემდი ნომინაციას. ვიდრე რეჟისურაში. ანუ ეგ არის ერთი იდეა, იყო ძალიან მაგარი და მეორე დრამატურგია იყო რაღაცა ძალიან სიგიჟე, მით უმეტეს რომ სხვათა შორის ახლა დავაკვირდი მეორეთ ნახვაზე. ფილმში მუსიკა არ არის გამოყენებული. ფილმს არ აქვს მუსიკალური გაფორმება, რაც გასაგებია, როგორც დიდი ნოლანი იტყვა და მუსიკა არ არის მთავარი კინოში, მაგრამ რაღაც ძალიან არ მახსენდება ეს ბოლო პერიოდში მით უმეტეს ეგრე. ხო და მე მახსენდება თითქოს რაღაცა და თან არ მახსენდება, მახსენდება რომ ბოლო პერიოდში ვნახე, ბოლო პერიოდის ფილმი და იმაზეც ეგეთი რეაქცია მქონდა, რომ მუსიკა არ არის ამაში გამოყენებული, მაგრამ ვერაფრით ვერ ვიხსენებ რა. იშვიათი შემთხვევაა ძალიან, რა თქმა უნდა. ხო, და ეგეც ანუ იმაზე მიუთითებს, რომ როგორი მაგარია დრამატურგია, რომ საერთოდ არ აქცევ ყურადღებას იმას, რომ მუსიკა გესმის არ გესმის. სიუჟეტი იმდენად გითხრევს, რომ აი ეს დამხმარე საშუალებები, როგორც არის ერთ-ერთი მთავარი ხო მუსიკა, არ სჭირდება რეჟისორს. ანუ თვითონ დრამატურგიაში თამაშობს დიდ როლს ხმა და ამაზე ვილაპარაკებთ რატო რა მხრივ. და აი ისი რას დავაკვირდი კიდე რომ უცხოენოვანებში ყოველ შემთხვევაში ნომინირებულები რაც იყო. ხმას რამდენ ფილმში ქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა, ერთ-ერთი ყველაზე გადამწყვეტი რაც იყო და ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ხმა. მინიმუმ 3 ფილმში, ხო? სირათი, რა თქმა უნდა. სირათი რასაკვირველია და იქ უფრო დაწვრილებით ვისაუბროთ, დღეს ამას ვილაპარაკებთ და იმაში რაჯაფის ხმა, აი მანდაც ხმასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ჯაფარ ფანაჰი თქვათ 1-2 სიტყვა, რომელიც 1-2 სიტყვა ამ ადამიანის სასაუბრით რასაკვირველი არ არის საკმარისი. ფანაჰი იყო დაპატიმრებული გარკვეული პერიოდი, რასაკვირველია თავისი მოღვაწეობის გამო, იმიტომ რომ მაგარი რეჟისორია და რასაკვირველია მაგარი რეჟისორები და კარგი ხელოვანია და ზოგადად კარგი ადამიანები უნდა დავაპატიმროთ. ერთ-ერთი განაჩენი გარდა იმისა, რომ თავისუფლება აღუკვეთეს, იყო ის, რომ ფილმების გადაღების უფლება არ ჰქონდა. ან თუ გადაიღებდა, სერიოზული პრობლემა შეექმნებოდა, რა და ამის მერე ანუ ზუსტად მაგას მოყვა ერთი ფილმი, რომელსაც ქვია ეს არ არის ფილმი. მარტო კინოში არა, ზოგადად ყველა ხელოვნებაში, მაგრამ კინოში მე მგონი, რომ ყველაზე კარგად გამოიხატა, რაც უფრო შეზღუდული არის, ხელოვანი, მით უფრო მეტი რაღაც გამოსავლის შემოქმედებითი ხო უფრო რო იხსნება და ის უფრო მეტი სპექტრი და ცოტა სხვა რაკურსით რო უყურებ რაღაცებს და გზების მოძებას ვცდილობ, ანუ ამ მეგობრებო ვაცენზუროთ ერთმანეთი. არა, ხო, ცენზურას, ანუ ეს ხომ მართალია, ცენზურას ხანდახან კი არა ხშირ შემთხვევაში მოაქვს ის, რომ მხატვრულ ხარისხს სხვა დონეზე წევს ეს ნებისმიერი სახის ცენზურა, თუნდაც თვითონ ჰოლივუდის ცენზურას რო გადავხედოთ, ანუ მე ხარ რა თქმა უნდა ეს პოლიტიკური ცენზურა სულ სხვა არის. ნებისმიერ შემთხვევაში, როცა გიგზავენ რომ რაღაც არ გააკეთო და რაღაცაში შეზღუდული ხარ, მე გიწევს რომ რაღაც სხვანაირად მოუარო, სხვა გზა იპოვო. აი, იმაზეც ეგრეა რეალურად. აი, ძალიან ბიუჯეტიანი ფილმები, რომ ხშირად ნაკლებად ხარისხიანია მხატვრულად, ვიდრე რაღაც ის დამოუკიდებელი ფილმეიქერების გადაღებული რა. სხვა შორის რაიან რეინოლდსი ამბობს ხოლმე მაგას, რაც ანუ რა თქმა უნდა ძალიან სასაცილოა, იმიტომ რომ დედპულიდან გამომდინარე, მაგრამ როგორც ვიცით, დედპულის პირველ ფილმს, ანუ როგორც ბლოკბასტერს არ ქონდა რაღაც ძალიან სხვა ბიუჯეტი და ამის გამო მოუწიათ ბევრი სხვა კრეატიული გადაწყვეტილების მიღება და ანუ ამან შედეგი გამოიღო, იმიტომ რომ მართლა იმ ფილმებში ერთ-ერთი მართლა ყველაზე კარგი ფილმი არის ეგ. ფანაჰის ფილმები ხო ზოგადად არის
სოციალური კინო ამას აკეთებს. და თვითონ ამბობს, რომ ნეორეალიზმს ვაქო ჩემზეო რაღაცა ან დიდი თავიჭალა მოახდინა შემზო და თავდაპირველ ფილმებში ან გასაგებიც არის და თან იმასაც თუ დაუკავშირებს თემატურად თუ სოციალურ კინოს აკეთებს, ეგეც სკორსეზესთან რო ინტერვიუ ქონდა ამას, იქ ახსენა, მე მგონი, რომ ეს ფილმიო, ანუ სოციალური კითხვის ნიშანი არისო, რას ვაკეთებთ იმის მერე, როდესაც სასურველს მივიღებთო. ის ადამიანები, ანუ ის რეჟიმი როგორც გვისწორდებოდა, ამაზე ჩვენ რა პასუხი გვექნებაო. და მოდი მაშინ ამაზე ვისაუბროთ. ხო, რა თქმა უნდა, ფილმის მთავარი აზრი და მთავარი თემა, რაზეც არის აგებული დრამატურგია, არის შურისძიება და რამდენად ღირს შურისძიება მორალური დილემა, ესე ვთქვათ, მოდი, იმიტომ რომ მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი აქ არის მორალური დილემა. დრამატურგიულად რომ მივყვეთ მაშინ რა. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო, რომ არ დაიწყო პირდაპირ იმ მომენტით, როცა ის ექბალი შედის იქ და ნუ რაღაც ის იმას ცნობს და მოკლედ ამით რო არ დაიწყო ეგრევე, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში მაყურებელს უწევს იყოს თვითონ იმ პროტაგონისტის პოზიციაში და ეხა თითქოს ესეთი შეგრძნება მქონდა, რომ ჩვენ მეტი ინფორმაცია მივიღეთ, იმიტომ რომ ის პირველი 7 წუთი რაც იყო, არაფერი განსაკუთრებული თითქოს არ ხდება, უბრალოდ სადღაც მიდიან, ძაღლს დაეჯახება, მოკლედ ეს არის ამ სცენის მთელი არსი. მაგრამ რეალურად ძალიან მნიშვნელოვანია როგორც დრამატურგიულად, ისე რეჟისორული ვიზუალური პარალელების და მეტაფორების და შემდეგ მაგის მხრივ, მაგრამ თვითონ პერსონაჟზე რო ვთქვათ, აი მე მაგასაც პირველი ყურების დროს ხო, ანუ არ ვიცოდი საბოლოოდ იყო თუ არა ეს ბორტმოქმედი, ანუ ისეს ხო შეიძლებოდა წასულიყო, რომ არ აღმოჩნდა ის და სხვა აღმოჩნდა და ის შურისძიებამ როგორ დაუბრმავა განშტის შესაძლებლობა ამ ადამიანებს. ამ 7 წუთში გაძლევს საშუალებას რეჟისორის და სცენარისტის, რომ გაეცნო შენი რაღაც შეხედულება ჩამოაყალიბო, იმიტომ რომ ჩემთვის იყო მაგალითად თავიდანვე თითქოს ცივი, ცოტა თავის შვილთანაც რაღაც სიცივე შევამჩნიე ამ ადამიანს და მე რა თქმა უნდა თვითონ ის ძაღლის გატანის მომენტი ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც დაიწყო ეგ ძალიან მომეწონა და სხვათა ეგ სიტყვები ამოვიწერე თვითონ ჯაფარ ფანაჰის ის არის რა სიტყვებია, რომ თუ ფილმის დასაწყისი კარგია, შენ გაქვს გარანტია, რომ მაყურებელი შენთან დარჩება. ანუ მაყურებლის ყურადღების გარანტია გაქვს. ფილმის შემდეგ ეს ყველაფერი უბრალოდ უნდა დალუქო. და ამ ფილმში ზუსტად ასე იყო, იმიტომ რომ აი რაღაც ერთგვარი გაურკვევლობით იწყება თან გინდა რომ და ყველაზე მაგარი მანდრაც არის რომ ფილმის სათაური ზუსტად პირველ 7 წუთში ითქმება და თითქოს ამ ამბავს უკავშირებ და მე უბრალოდ ხვდები რომ ეს ამ ძაღლის გატანაზე უფრო მეტი არის ეს ექსიდენტ შემთხვევითობა ზუსტად ხო და ასევე პერსონაჟზე რო ვთქვა ერთგვარი სიმპათიით გაგაწყობს ანუ სიმპათიით ის კი არა რომ ფანი ხარ თუნდაც ის დეტალი რომ აი რო კოჭლობს თუნდაც ის აი ცოლთან შეიძლება ეგ ჩემი პირადი დამოკიდებულებაა რომ აი ირანი და რაც მოდის და რაც გვესმის იქიდან გამომდინარე და უშუალოდ ქალებთან და ცოლებთან რა დამოკიდებულებაც აქვს და ეს ქალი რო აი გონი კევს აწვდის თუ რაღაცა რო გაუღიმებს და გამოართმევს შვილი რო ეუბნება აუწია და ეს აუწევს მუსიკას გამურთე და გამურთ ანუ რაღაც აი დესპოტი ირანელი ქმარი არ დამიდგა თვალწინ მერე ის მომენტი ძაღლს რო გაიტანს და აი რო გადმოდის და როგორ იყურება რაღაც შვილის დამშვიდებას რო ცდილობენ და ასე შემდეგ მერე რომიდი ხო და რამდენად ცდილობს ეგ თვითონ ან მან დედა უფრო ცდილობს ხო ჩემთვის ეგ იყო რომ ამ გულგრილობა და სიცივეც ნუ ძაღლამდეც ხო წამოვიდა და რა თქმა უნდა ეგ სუბიექტურია მაგრამ აი ძაღლის ამბის მერე ჩემთვის თავარი იყო ის რომ ბავშვი როგორ განიცდის ამ ძაღლის ამბავს და ერთ-ერთი წინადადება რაც თქვა ამან იყო თავის მართლება რომ აი საიდანღაც გამოხდა. ანუ არც ან რაღაც თითქოს არც წუხარება გამოუხატავს შვილის მიმართ, რომ აი რაღაც დაიმშვიდებინა ამ შემდეგ. ცოლი ლაპარაკობდა და ძალიან საინტერესოა ეგ, რომ თვითონ ცოლი ამბობს ამ სიტყვებს, რომ მხოლოდ შემთხვევითობა იყო და რაღაც თითქოს, მაგრამ მე ამის ერთი წინადადებითაც ხვდებით, რომ ეგეთი ადამიანია, ანუ რაღაც პასუხისმგებლობას რო და პრობლემას რო თავის თავში კი არ ეძებს, ის რომ აი ქუჩა განათებული არ იყო, ძაღლი საიდანღაც გამოხდა და მაგით არის რომ აი თითქოს გარემოების მსხვერპლად წარმოგიდგენს თავს და არა მონაწილედ რა ან ეგ ძალიან მნიშვნელოვანი იყო დრამატურგიულად და სიტყვიერად დანახული. კიდე იყო ძალიან მაგარი ვიზუალური
პარალელი. პირველი ნახოს რომ შევამჩნიე, მაგრამ ეხლა მეორე დრო ვნახე, სპეციალურად დავაკვირდი და მართლა ეგრე რო იყო, მეთქი ეს კაცი ვერ არის. ცოტა არის განათება მანქანის მის ამ ადამიანის ეკბალის სახეზე და არის წითელ განათებაში შებუთული, ასე რომ ვთქვათ. ბოლო სცენაში თითქოს უკვე თვითონ გადაიქცევა, მომაკვდა უძაღლად. ვიზუალურადაც იქ მანქანის ფარიდან გამომავალი შუქი არის ერთადერთი განათება და ისიც არის წითელი და ამ წითელ შუქში არის იქაც გახვეული. ოღონდ სად დაიწყო და სად დამთავრდა ამ დასწრში. თავის დანაშაულს როგორ რაღაც გულგრილად, იმიტომ რომ მაინც გულგრილად გამოდის, უბრალოდ გვერდზე ესე მიაგდებს. მერე რაღაც აი ბოდიშის მოხდის ის და მართლა გულწრფელად რომ განიცდის, იმიტომ კი არა რომ ნანობს რამეს, უბრალოდ იმიტომ რომ სიცოცხლე უნდა სავარაუდოდ, მაგრამ თითქოს იქ თვითონ გადაიქცა იმ მომაკვდავ უსუსურ ცხოველად, ხო? სიმპათია რაც ვახსენე, სიმპათია ჭალებში, აი რო შედის ამ კაცს რატო ეშინია, რა ქვია, ვაჰიც რატო ეშინია, მე ვინაა თუ შუქი რო ჯაჯღანებს და რო შემოდის ორსული ქალი ბავშვით და მიამათი და ეს რა რაღაც ისეა, ჩააქრე იქით არის გამოდი მეორე უკვე რო ის შემოდის, როგორ იქცევა ხმარო ესმის, რაღაც ძალიან იძაბები, რა უნდა დაგიშაოს ამ ადამიანმა თავის გაჭირვებია ცოლში თანთან ორსულ ცოლთან ერთად გაიჭედა მანქანით და რაღაც ძალიან გამოუვალ მდგომარეობაშია და რატო იქცევი ასე ეგბალისკენ შეიძლება რაღაც რომ აყურებელი იყოს, იმიტომ რომ ზუსტად მაგიტომ რომ არ ვიცით ვინ არის, იმიტომ რომ დასაწყისია. ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ ისეთი ადამიანები როგორიც არის ეგბალი და ასეთი ადამიანები მხოლოდ ირანში არ არიან, მსოფლიოს ყველა ქვეყანას ყავს ხო ასეთი ცუდი ადამიანები. რო შეხედავ, საერთოდ არ ვფიქრებ, რომ იმის გამკეთებელია, რაც ამ ადამიანმა გააკეთა. ეს არ ვიცი რამდენად იყო ჩადებული, მაგრამ მე შევეჭილო და დამიტოვა. თუნდაც ის, რომ ბოლომდე ამ პერსონაჟთან ერთად შენც რო არ იცი, ნამდვილად ის არის თუ არ არის ის. ჰამიდიც რო ამბობს უკვე, ძალიან ყველაზე ლოგიკურად ჟელობს რეალურად ჰამიდი. რამდენი ადამიანი იცით ასეთ პროთოზი რო ქონდეს მეორე ფეხზე ზუსტად ისეთი არა ქონდეს, როგორიც ჩვენ წამებელს ქონდა. კი, ძალიან ლოგიკურად ახსნის და აღმოჩნდება, რომ მართალს ამბობს. გიტოვებ იმის ფიქრს, რომ იქნებ ასე არ არის და სანამ თვითონ არ აღიარებს, რომ ეგბალია და მაგ დროს რავი შეიძლება რაღაც ისის ერთგვარი თავხედური ნათქვამი იქნება ამ პერსონაჟებმა რაც გადაიტანეს იმის მერე რო თქვა რაღაც გულზე სერიოზულად ხდება, იმიტომ რომ შე რომ მოხვდა ამ ადამიანებს რა დაიმართებოდათ, ხო, რომელიც გასაგებია რომ პერსონაჟები არიან, მაგრამ ეს ადამიანები ხო რეალურად არსებობდნენ და არსებობენ. ხო, ეგეც საინტერესო იყო ჩემთვის. ამ ორი პერსონაჟის შეხვედრის პირველი მომენტის, რაც ახსენებულაცამ, ეგ არის როგორც რეჟისორული კუთხით ძალიან მაგრად გაკეთებული. ისე ქმნის სასპენსს, იმიტომ რომ ხო რა თქმა უნდა დრამატურგიულად ის არის, რომ მაგრამ მგონია რომ აი რომელიმეს მხარის დაჭერას ვთქვათ, აი მე მაგალითად პირველი ნახოს მე ესეც შეგრძნება მახსოვს, რომ ყველაზე მეტად იყო ინტერესი და რაღაც ცნობის მოყვარეობა, რომ დაიცა რა ხდება. ანუ სასპენსი უფრო არის, ვიდრე ის, რომ ნეტა აი რომელმა რომელს ავნო რაღაც, ანუ რომელს დაუჭერო მხარი, აი ეგ უფრო იყო ჩემთვის და ერთი რა თქმა უნდა, რომ ხმა შემოდის მან როგორც დრამატურგიული სიმბოლო არ არის რეალურად, უბრალოდ დრამატურგიული პერსონაჟი ვიჩემოდის მის კოჭლობის ხმა რითიც ცნობს რეალურად, იმიტომ რომ სახეს ესე აშკარად ვერ ხედავს და იქაც არ ყავდა ეს ადამიანის სახეზე ნანახი. ამიტომ რითიც ცნობს პირველად არის ეს კოჭლობის ხმა, ეს პერსონაჟი და დანარჩენებიც მე რომ ჩემოდიან, რავი, ამ ხმით ეს ხმა ისიზმლებოდათ მათ, ანუ იმდენად საზარელ მოგონებებთან არის ასოცირებული. გარდა ამისა, ამ ხმისა, რაც თავარ ინტერესს იწვევს, ძალიან საინტერესოა კადრირება მაგ სცენის, იმიტომ რომ ჩვენ ხო უკვე მაყურებელს უკვე ნანახი ყავს ეს პერსონაჟი, ანუ ის რაც ვახსენე, რომ გვაძლევს მაგის შესაძლებლობას ამ ვაჰიდისგან დამოუკიდებლად ჩვენვე განვეწყოთ ამ პერსონაჟის მიმართ და რაღაც შევიტყოთ მის შესახებ, თუნდაც ფაქტობრივი ოჯახური პირობა და მოცემულობა და ნუ პირველი შთაბეჭდილება. სრულიად არ იქნება გასაკვირი, რომ ამ სცენაში ჩვენ გვენახა მისი სახე, მაგრამ ჩვენ უკვე ვართ ვაჰიდის პერსპექტივაში, ანუ ამ მისი პერსპექტივით ვუყურებთ ამ ადამიანს და შესაბამისად
ის როზავიდან უყურებს ზოგან მარტო მისი ჩრდილი ჩანს, ზოგან უბრალოდ ის რაღაც ეს მონაკვეთი, ანუ სახე არ არსოს არ ჩანს და ეგეც გარკვეულ სასპენსს იწვევს, რომ რაღაც თითქოს ჩვენ თვალში სხვანაირად რაღაც შეიცვალოთ თითქოს ეს პერსონაჟი, თითქოს სხვანაირად დავინახეთ და ნუ რა თქმა უნდა ჯერ მაინც არ ვიცით რაშია საქმე, მაგრამ ის შეგრძნება რისთვისაც არის გადაღებული ეს სცენა ესე ძალიან კარგად მოქმედებს და მართლა განგაწყობს მომდევნო აქტისკენ რა აქტისთვის ფილმის რა კიდე რაღაც ახსენე რასაც მინდა თვითონ ჰამიდის ძალიან კარგი პერსონაჟი იყო იმ ხრივ რომ გარდა იმისა რომ რაღაც ლოგიკურად ფშობებს რაღაც არ და რეალურად ყველაზე რაღაც ემოციური და ემოციური ეგ არის ამ ბავში რაც შემოიტანა და თხრობაში რაც შემოიტანა ამ პერსონაჟმა არის ჩემთვის კომედიური იუმორი ხო რა იმიტომ რომ რა თქმა უნდა ნუ ეს ფილმი საერთოდ არც კომედიასთან ახლოსაც არ არის და ერთადერთი სცენა და ერთ-ერთი მომენტი როცა სიტუაციურად იქმნება რაღაც იმიტომ რომ ხშირად როცა ესე ბევრი პერსონაჟის სხვადასხვანაირი თან მithumetes პირველად რო ხვდებიან ერთმანეთს რაღაც როცა ერთ სიუჟეტში ხვდებიან და თან ასეთ ექსტრემალურ სიტუაციაში რა თქმა უნდა ყველა ავნებს თავის ხასიათს და ვიღაცა აუცილებლად უნდა იყოს ჰამიდი. ვიღაცა უნდა იყოს ეს ვიზეც გაგეცინება, იმიტომ კი არა რომ სასაცილოა და იმიტომ კი არა რომ მისი ტკივილი ამათთან შედარებით რაღაც დასცინია. უბრალოდ ისე იქცევა და მე სიტუაციაც ისეთი იქნება, თუნდაც ის დაცვის პოლიცია და ის ქრთამის მიცემის და აი ეგ თვითონ ეგ სცენა არის გონი ერთადერთი კომედიური სცენა ფილმში და ძალიან მნიშვნელოვანი არის ხოლმე რომ ეს ასეთ დრამატულ და ასეთ სერიოზულ ფილმებში არ დაიღალო ამ დრამისგან და ემოციებისგან, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ცხოვრება თუნდაც ყველაზე ექსტრემალურ სიტუაციაში რაღაც სასაცილო მოხდება. ვიღაც სასაცილო იქნება, ნუ ეს უფრო რეალისტურია და ირანულ კინოს კიდე რეალიზმი რა თქმა უნდა არ ეშლება. იმას ვიტყვი რომ ეს ფილმი პირველად ნახე კინოთეატრში. ძალიან დიდ დარბაზში, რომელიც კინოში ნახე. სავსე იყო, ანუ დასადგომი ადგილებიც რო აღარ იყო, ანუ სულ სავსე დარბაზში და ძალიან ბევრჯერ გავიცინეთ. ეს ერთიანად უმეტესად უკავშირდებოდა რასაკვირველია ამ პერსონაჟს. თვითონ სცენა როგორც ასეთი ცოტა კომიკური ეგ იყო ნამდვილად ქრთამის მიცემის სცენა, რომ მიკრო ის ყავთ დამალული და ანუ მე აქ რო უცებ საქორწილო სურათებს უღებს ამის ყველაფერს ანუ ყველაზე მაგარი მადამ კორუფციის და აღებმიცემობის და ასე შემდეგ აი ამის ხო რომ ფული ქეში რო არ აქვს და არავის ტერმინალი გვაქვს ანუ ხდება საერთოდ მაგხრი მაგალითად ძალიან მაგარი იყო კიდე ბავშვს რო წამოიყვან მორსულ ქალს რო წამოიყვანენ და როდგან ხედან ყველა და ვახიდი რომ აი ჰამიდი რო შეტრიალდება და ყველა რო ამ ბავშვს ამშვიდებს საყვარელი და მარინერული ძვირფასო ასეთი ტონით რო ელაპარაკებს ჩემო პატარა მამა შენ ნახე როდის დაკარგა აი ძალიან თან მე მაგალითად ძალიან უხერხ ხა ბევრი ადამიანი ვიყავთ მაგრამ მე ძალიან უხერხულობდი მეთავს რომ ამ ფილმს უყურებდი რაღაც მომენტებზე მეცინებოდა მაგრამ თანდროს უბრალოდ შეუძლებელი იყო რომ მეცინებოდა ერთგვარი უხერხულობის განცდაც გაქვს რომ აქ რა ხდება თან აი ყველაზე საშინელი და სასტიკი რაც იყო რომ ეს ორსული ქალი გულწასული წევს ტახტზე რომლის ქვემოთაც თავისი ქმარია და საოცარი სცენა ვიზუალურად მაგის გამო კი ძალიან სიგიჟე რაღაცა იყო და ამ დროს ეცინება იმიტომ რომ ეგ რო ფოტოც დაგიდონ რა და რო გითხრან რომ აი ამბავი მოყევია და რა ხდება ანუ აი ხო წარმოუდგენელია ეგ მოიფიქრო რომ აი ქვევით იქ ქმარია და ანუ ეს აი სერიოზულად ამ ფილმის რაღაც აი პოსტერი ანუ ძალიან კაი პოსტერი აქვს მაგრამ აი ფოტო რო შემეძლოს პოსტერად გამოვიყენო ამ ფილმიდან აი მაგას ავირჩევდი იმიტომ რომ ყველაფერს მოიცავს რაღაც ჰამიდი რაღაც ძალიან ისე მყავდა გამოყოფილი მე ძალიან საინტერესო პერსონაჟი ყველა არის მაგრამ თითოეული მათგანი პირველი რო იგებს რომ ეგბალი მანქანაში არის პირველი კითხვა რაც არის ყველასგან მოკალი თუ ან ცოცხალია იმიტომ რომ ყველა მოელის რომ არ უნდა იყოს ცოცხალი და სურვილიც ასეთი ყველას ისე რომ ოღონდ შუაზე გაგრიჯონ და მეტი არაფერი შივას გარდა ნუ ბოლოს სცენას თუ არ ჩავცვლით არა შივას თავიდან მაგას კითხულობს რომ არა მოკალიო ეგ არის მაგრამ მე ყველანაირად არა დანარჩენებიც ხო დანარჩენებიცაც ისეთი მიდგომა აქვს რომ უბრალოდ ანუ რაღაც მოვლენებს მიყვებიან და იმ ნაბიჯს არავინ არ დგავს რომ რამე დაუშავ
თუმცა ჰამიდი მზად არის, რომ აი ეს სცენა ხო თავიდან რომ შეამჩნევს რომ ეგ არის რომ მოსინჯოს და რო ცდილობს რომ თვითონ ამ ყუთს დაარტყას და ის ტიპი რა ანუ საერთოდ რა სასაცილო პერსონაჟია out of place არის რა ამ სასწაულიდან იმის საქმრო ხო და იქიდან ფანჯრიდან რო აქ ხელი შემოყოფილი და ესე რო ამშვიდებს აი ბეწვის ხიზე გასავლელი მომენტები ძალიან ბევრი იყო ამ ფილმში თუნდაც ის რომ ეს სიტუაცია მარტო ჰამიდის ამბავი კი არა თვითონ თავის მწამებელს მიყვება ამდენი ადამიანი და მათ შორის მომავალი ცოლ-ქმარი და მთელი ამ ამბის განმავლობაში ეს გოგო დადის საპატარძლო კაბით. ანუ ვიზუალურად ეგ ხო აი ძალიან საინტერესო მიგდება და ხო ძალიან მაგრა გაკეთებული და ზუსტად იმ ყველაღან ახსენე ხო ეს რეალისტურ ჩარჩოებში მოქცევა ასეთი რაღაცების ძალიან მაგრა გამოდი. თავარ თემას რომ მივადგეთ რაც დასაწყისში შევახსენეთ არის შურისძიება და მორალური დილემა რამდენად სწორია რომ შენს წამებლებს და მწვალებლებს ისევე მოიპყრო როგორც ისინი გეპყრობოდნენ. მოდი პერსონაჟები შევსაბამოთ ამ არს და ეხლა რას გულისხმობ ანუ მაგალითად ჩემი აზრით ვაჰიდი არის შუაში ანუ არ იცის როგორ მოიქცეს ან ყველაზე დიდი კითხვის ნიშანი მის თავზეა. ჰამიდი მაგალითად ჰამიდი არის ძალიან იმის მომხრე რომ ჩააძაღლე და ჩაკალი ვოკალი. პირველი ვინც ხვდება ოღონდ არის იმ პერსონაჟს ქვია სალარი ის რომელიც არ წაყვება და ვინც მერე შივასთან აგზავნის ვაჰიდს და იმ სიტყვები ამოვიწერე იმიტომ რომ თვითონ ფილოსოფიას და ალბათ ფილმის სათქმელსაც ამბობს რომ ხო ჩვენ მკვლელები არ ვართ მათნაირები არ ვართ და არ არის საჭირო რომ მათი საფლავი გავთხაროთ იმიტომ რომ თვითონ გაითხარეს საფლავი და ეხა რო შენის დამარხოს შენს იდეალებს დამარხავ და არა მას და მგონია რომ მთელი ფილმი არის ზუსტად ამ კონცეფციისკენ წასვლა ანუ ვაჰიდის და შივაც ამის მომხრე არის ბოლო სცენას თუ არ ჩავთვლით რომელიც უბრალოდ ადამიანური დაღლა და ანუ იქ სხვა სიტუაცია მაგრამ ზოგადად ესე რაციონალურ ბუნებაზე არის იმის მომხრე რომ ძალადობით არ უნდა უპასუხო ცოლ-ქმრიდან ქმარიც მაგაზრზეა ცოლი თავიდან ცოტა ისეა რომ ისიც ანუ რომ მიუშვა დაბრიდავს ამ ტიპს ეგრევე იმიტომ რომ ანუ ეგეთ განწყობაზე არა მაგრამ მე მგონი ისიც უფრო მაგრამ არა მე მგონია რომ ის უფრო ვაჰიდი არა ჰამიდთან დგას ოღონდ უფრო რა თქმა უნდა შერბილებული ვერსია ჰამიდის ვაჰიდი არის ის ვინც აი ამ ორ შორის რაღაც აი ესე ტიმტივებს ხო რომ აი რა გავუკეთო და ჩვენც თითქოს მის კანში ვართ ამ შემთხვევაში იმიტომ რომ ბოლოსკენაც იყო რომ აი ეს ეგ აღმოჩნდა ამაში აი რაღაც აი შენს რო ფიქრობ უნდა მოკლა ან არ უნდა მოკლა ან რა უნდა მოხდეს მე ხო შეიძლება რომ არ მოკლან რომ იმან ის დაბრუნდეს და რაღაც საშინელებები გაუკეთოს და ისე ვაწამოს და ანუ რაღაც შენს ამ მორალური დილემის ქარცეცხლში გატარებს ფილმი იმიტომ რომ მაგდენად მაგარია და მაგდენად მოდის გულთან და ტვინთან თან ყველაზე უბედურება ის არის რომ ამ ორ ცეცხლს შორის გამყოფებს ეს უნდა ქნა თუ არ უნდა ქნა მე პერსონაჟები მიდიან იმ გადაწყვეტილებამდე რომ მოდი არ ქნათ და ის ყველაზე დიდი შეში რაც გქონდა შეიძლება დაბრუნდეს და ის რაღაც საშინელებები რაც საკეთებდა გაიმეოროს თან ოღონდ იცი როგორ არის ვაჰიდმა და შივამ კი არ გადაარჩინეს მე და შენს ანუ ერთად გადავარჩინეთ იმიტომ რომ ამ პერსონაჟებთან ერთად ხარ გასაგებია რომ ფილმში ვერ შევარდები მაგრამ თუ მიყვები ფილმს ბოლომდე ამ პერსონაჟებთან ერთად ხარ და ამ ორი პერსონაჟის გადაწყვეტილება არ არის ის რომ გაუშვათ ჩვენი ყოველს გადაწყვეტილება არის ჩვენ ამასში დავითანხმეთ მას და რომ გაუშვა და ბოლოს რომ ბრუნდება ეს პერსონაჟი და უკვე რომ რაღაცას ელოდები რა უნდა მოხდეს აი ყველაზე დიდ უბედურებაში მაშინ გამყოფებს პერსონაჟი მაშინ გამყოფებს რეჟისორი რომ ტიტრები ამოაქვს და ახლა კიდე უფრო გაგიჟებს რომ რას იზავს ეს ადამიანი აი ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი კითხვის ნიშანი ამ ფილმთან კიდე გარდა იმისა რა უნდა გავაკეთოს არის რატომ მოდის მასთან ერთ-ერთი ყველაზე მაგარი კითხვა არის მე ცოტა სხვა ვერსია მაქვს მაგ დასრულთან და რაც წავიკითხე არაერთხელ შემოხვდა ზუსტად ეგ რომ ნუ რეალურად რაღაც მიდის მასთან ბოლოს მაგით ვთავრდება ერთ-ერთ მომენტში და დასაწყისშივე ნუ თვითონ იმასაც ეუბნება მოკლედ რომ შეპყრობილი ვიყავი ამ ხმით ამ ხმას ყველგან ვიცნობ ყოველთვის ვიცნობ მესიზმრებოდა კიდეს და სულ ჩემთან არისო ანუ ჰამიდი ამბობს ამას მე მგონია რომ
ეს ბოლოს ხმა რაც გვესმის და ის ფეხის ხმა და რაც ტიტრების დროსაც ეგ არის მუსიკის ნაცვლად მე მგონია რომ ეს არ არის ის რომ რეალურად ეკბალი იქ მივიდა ჩემი აზრით უბრალოდ გრძელდება ის რაც თელ ამ სიტუაციამდე იყო იმიტომ რომ ჰამიდმა და შივამ და ჩვენ ავირჩიეთ შიში კვლელობას ვარჩიეთ შიში იმიტომ რომ მას რომ ეკბალი მოეკლა ეს შიში აღარ ექნებოდა არც ხმის შიში იქნებოდა აღარც დაისწრებოდა აღარც არაფერი მაგრამ რაც უთხრა თავისმა მეგობარმა თავის იდეალებს თავის მორალს დამარხავდა მასთან ერთად ამიტომ არჩია მუდმივი შიში შეიძლება მივიდა შეიძლება არ მივიდა მაგრამ ჩემთვის ანუ ეგ ღია დასასრული რაც ანუ ხო უდავოდ ღია დასასრულია ჩემთვის იყო ეგ რომ ეს ადამიანი იქნება ყოველთვის ამ ხმის გაგონების მოლოდინში და ხანდახან გაიგონებს ოღონდ არ ეცოდინება მართლა გაიგო თუ არ გაიგო და ხანდახან შეიძლება მართლა გაიგო და ხანდახან შეიძლება მართლა მივიდეს და მართლა მოკას ანუ აი ეს პარანოია არის ჩემთვის ანუ ამ ფილმის დასასრული რა შიში პირველად ვნახე ეს შიში მეც გამიშევ მაგ მხრივ არა ეს იყო რომ ის მოვიდა ოღონდ რამის დაშავების მიზნით არა ფიზიკურად არაფერი არ უნდა დაეშავებინა უბრალოდ უნდა ეჩვენებინა რომ შეხედე მე შენ გიპოვე თუ მომინდება დაგიშავებ უბრალოდ ახლა მე მივდივარ იმიტომ რომ ის სიარულის ხმარი მოდის და მე ისევ მიდის ასე არის ეს ხმა დადებული და მე სკორსეზე და ფანაჰის ინტერვიუს რო უყურე და ხალხო ეს არის ერთ-ერთი ამაზე საყვარელი ინტერვიუს ვერაზოს ვერ ნახავთ უი პაჭარა არსება სკორსეზე ამბობდა რომ ეს რომ ნახავ ჩემო მეგობარმა მითხრაო პოზიტიური ის მიცაო ნიშანიო რა პოზიტიური ნიშნით დამთავრდა ეს ფილმიო და ესე მე ვუყურებო და არა ასე არ ვიქნა მე მგონი არა პოზიტივი იქ მე განმარტა როგორ ვარ ახლა არა ხო ანუ ხვდები დაახლოებით რასაც ხო თუ რა ხარ ერთ მე ჩაიხუტინეს მაკაცები გასთან მაგხრი ნავდილა და ხო ანუ ეგ ნავდილა და სკორსეზე მითქვა რომ მე ძალიან პესიმისტურად განვაწყო იმიტომ რომ იქიდან საიდანაც ვარ აქედან გამომდინარე ძალიან პესიმისტურად განვაწყო ოღონდ აი მათ ფანაჰმა თქვა ძალიან მაგარი რაღაცა ეგრე პესიმისტურად რატო გაეწყო მე ბარის ხმა არ გამიგიაო და მეთქი ყაჭა არ გამიგიაო ბარის ხმა მარტო ნაბიჯების ხმა გავიგე ბარის ხმა არ გამიგიაო და მე გამახსენდა ეს სიტყვები რაც თქვა რომ როგორ პასუხცემთ ჩვენზე მოძალადეებს როგორ პასუხს ვუბრუნებთ ასე მგონია რომ რეჟისორის გადმოსახედიდან მგონია რომ უფრო ეგ იმედის ნაპერწკალი დატოვა თითქოს რომ შეიძლება არსებობდეს მაგრამ თანამდე სუბიექტურად გონია რომ ეს არ არის ის ადამიანი და ეს ადამიანები არ არიან ის ადამიანები რომელთვისგანაც შეიძლება ეს იმედის ნაპერწკალი ასე მარტივად ან მარტივად არ არის რეალურად მაგრამ რაღაც მათში მე ვერ ხედავ ბოდიში მე ვერ ცუდი ადამიანია ძალიან მაგარი დასასრულია და აი ღია დასასრული არის ეს და არა ის რომ მოარიციან ხოლმე შენ რო გაწერინებენ იმ დასასრულს არა აი ეს არის რომ შეგიძლია იფიქრო და საკუთარი ინტერპრეტაცია გქონდეს და კი ამაზე ძალიან ბევრი ეს სულ ვიფიქრე იმიტომ რომ მაშინ პირველადაც რომ ნახე კაიხანი ფიქრობდი ახლაც კაიხანი ერთი რაღაც უნდა თქვა კიდე ფილმს რო უყურებდი ახლა კიდე ერთხელ ჩემი და მოვიდა სახლში და რომ მორჩი ფილმის ყურებას მეკითხება მაგრამ რა ფილმს უყურებდი მეთქი ასე და ასე ერქვა ჰორორია მეთქი არ არის ჰორორი რატომ მეკითხე რამდენჯერაც ოთახში გამოვიდი სულ ასეთი იყურე დრამატურგია მაგარი სასპენსი ყველაფერი ეს ემოციურად მაგრამ რო გთოკავს და გმართავს და შიგნით რო გათრევს და დაწანწალებს შენ სამ ხალხთან ერთად შემოდამ რო ეგ მითხრა მაგით კიდე ერთხელ გავაანალიზე რომ თურმე როგორი რაღაც ამბავი ყოფილა. ამაზე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ფესტივალზე რო გამოვიდა თქვი, რომ აი ასეთი უნდა იყოს ფილმი, კი, ასეთი უნდა იყოს ფილმი. ერთ რამეს დავამატებ კიდე, რა თქმა უნდა, რაც ვახსენეთ შურის ძეების და ეს მორალური დილემის თემა არის რაღაც წამყვანი და მთავარი და რითიც, რაზეც არის ეს ფილმი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია კიდე ის, რომ ეს ეკბალი ბოროტმოქმედი ჭყალებში უნდა ვთქვათ ეს ბოროტმოქმედი არ არის დაუშვათ რეჟიმის რაღაც თავში მდგომი ის არის რეჟიმის ერთ-ერთი მონა რეჟიმის ერთ-ერთი ხელქვეითი ესეთი დიალოგი იმართება შივას და ჰამიდს შორის სადაც შივა ამბობს რომ პრობლემა არ არის ინდივიდი პრობლემა არის თვითონ სისტემა და ჰამიდი პასუხობს რა სისტემა
ესეთი ინდივიდები ქმნიან სისტემას. და აი შენ გენაცვალე ხამით და მე ანუ რეალურად ფილმიც ეგ არის ხო? ანუ მე რეალურად მაგაზეა, რომ კი ინდივიდია, მაგრამ სისტემის ნაწილია, რომელმაც დაგანგრია, რომელმაც ტრავმა მოგაყენა ფიზიკურიც და მენტალური ხო საერთოდ. ეს არის პასუხისმგებლობისგან გაქცევა თვითონაც ამბობს მე. კულმინაციურ მომენტში აი ხესთან არის მიდმული და მომაკვდავი ძაღლივით რო არის თვითონ მართლა. მეც თქვენსავით ვარ უბრალოდ სიცოცხლე მინდოდა და ანუ ფული მჭირდებოდა და ანუ რამდენჯერ გიგიათ ეს ერთი რაღაც რომ ისა წყალი რა ქნას ეხლა გასაგებია რომ ცუდ რაღაცას აკეთებს მაგრამ ისიც სამსახურია სჭირდება მასაც ფული. არა, ეს არის პასუხისმგებლობისგან გაქცევა და ეს ფილმი იდეალურად აჩვენებს მაგას და ძალიან კარგად უკავშირდება იმ დასაწყისში პასუხისმგებლობისგან გაქცევის ტენდენციას, რაც ამ პერსონაჟს აშკარად აქვს და რასაც მისი ცოლიც აშკარად ახალისებს. განსაკუთრებით აი ეს საპატარძლო რომ თავის ამბავს იხსენებ და იმ გოგოზე რო ყვება ამბავს და კიდეს რაღაც აი მაგას რო ყვება, ეგ ხო ამ კაცისთვის არავის უთხოვია რომ აი მოდი ასე მოიქეცი. ხო არავის უთხოვია რომ ის გააუპატიურეთ და ამას რაღაც ტყავი აახიეთ და ასე შემდეგ. ეს ხო საკუთარი გადაწყვეტილებით, საკუთარი ნებით გააკეთეს. ანუ მიყვარს ხოლმე რაღაც პათეტიკური სიტყვები და ასე შემდეგ, მაგრამ მე მგონია რომ ეს სიტყვა გამოხატავს იმას, რაც დამემართა. ჩემს ყველაზე სული შემძროლი ფრაზა იყო ზუსტად ეგ. შევასრულება რომ მე თქვენაირი ადამიანი ვარ და აი ხაც რო გავახსენდა იქ ორჯერ ხომ ნახე ორივეჯერ აი ძალიან ასე ვიყავი ერთი და იგივე ძალიან დავბრასდი. ბლეკერ ახლა მეც რო წარმოვთქვი მისი გახსენებით ახლაც იგივე ემოცია დამეუფლა რომ მე თქვენაირი ადამიანი ვარ. აი ერთი ყველაზე საშინელი ალბათ რაც შეიძლებოდა ეთქვა და თუნდაც იგივე შივას ეძახის ძალიან ცუდ სიტყვას მაგ მომენტში როცა შივა ელაპარაკება არც ერთი სიტყვა არ იყო ისეთ შეურაცხყოფელი როგორც ეგ ფრაზა მე თქვენაირი ადამიანი ვარ. იცით რა ის რომ ბარის ხმა ვერ გავიგეთ და ის რომ ბაც ეს ადამიანი ცოცხალი დატოვეს უარყოფს ზუსტად მაგას რომ არა ისინი არ არიან ერთნაირად ადამიანები. სრულიად განსხვავებულები არიან ერთმანეთისგან. მაგის საშიშროება იყო რომ დამსკავსებოდნენ ამას, იმიტომ რომ შურისძიება ძალადობას მაინც არ ამართლებს. კიდევ ეს ფილმი არის ჩემი აზრით გაფრთხილება ყოველი ადამიანის მიმართ, რომ სისტემას ვერ ამოიფარები, ვერაფერს ვერ ამოიფარები, ყოველთვის მოგაკითხავს რაღაც შენი ჩადენილი დანაშაული. შეიძლება შენი სინდისის სახით მოგაკითხოს, შეიძლება ვაჰიდის სახით მოგაკითხოს, მაგრამ აუცილებლად ჰამიდის სახით. შეიძლება მაშინ დაგერხა. მაგრამ აუცილებლად მოგაკითხავს და შეფარული თითის დაქნევაც არის, რომ თქვენ გონიათ, რომ მე მგონი შეფარული არ არის. არა, იმიტომ რომ ანუ რაღაც აი ეგეთი ტონის ფილმი არ არის რომ ესე, მაგრამ აი ხო მუქარა ნამდვილად არ არის. იმას მიმართ არის შეფარული თითის დაქნება, რომ თქვენ ვერაფერს ვერ დაიმალებით, საკუთარ თავს სარკის მაინც ვერ დაიმალებით და ეხა ის გამახსენდა შინდლერის სიაში. აი pardon you პატიობა სარკესთან რომ ამბობს. ხო, ვერაპატიებ. ვა, ეგ რა პარალელი გააჩა. ტაში და უკვე კომენტარებში ტაში მიუძღვნათ სათაზამტყოს ასეთი კარგი პარალელისათვის. ალბათ ზუსტად მაგიტომაც არის ეგეთი ტონი რო არ ქონა რომ ეს ფილმი უფრო გადაღებული არის მეორე მხარისთვის. მოდი ჩვენ დავფიქრდეთ, თითქოს აი იმ ადამიანთა ლაპარაკი არც უნდა, იმიტომ რომ აზრი არ აქვს იმ ადამიანთა ლაპარაკს, იმიტომ რომ ასეთები არიან, იმიტომ რომ ეკბალები არიან და მოდი აბა ჩვენ ვილაპარაკოთ. ჩვენ გადავწყვეტოთ როგორ უნდა ვიმოქმედოთ, მაგრამ ასევე ის ფრაზა შეიძლება რომ შეიძლება ეს მხოლოდ ჩემი პრობლემა ან რაღაც არ ვიცი, მაგრამ რომც მოეკლათ, თვითონ პერსონაჟები არიან ეგეთი, ყველა შემთხვევაში ასეთი პერსონაჟები დაწერეს და ასეთი პერსონაჟები შექმნეს, რომ აი ამ შურისძიების დროს მე თვითონ უნდა ვიყო ძალიან უნამუსო, რომ ამ შურისძიებაზე განვსაჯო. ნამუსე გაგდებს რა შენ თვითონს მაყურებელს ნამუსე გაგდებს რომ კი აი გეუნები ეს არ არის სწორი, მაგრამ ახლა ეს რომ არასწორად მოიქცეს და შენ რო ის განსაჯო, შენ იქნები ძალიან ცუდი ადამიანი. რაღაც ეგ არ შეიძლება მარტო მე დამეუფლა ეგ შეიძლება, მაგრამ არა, აბსოლუტურად გიჩენს მაგ იმას და მგონი სპეციალურადაც რომ ხო ანუ ამ ხელა რაღაცას რომ გადაიტან და მე მართლა ხელში რო ჩაიგდებ იმას როგორც თავიდან როგორც ვაჰიდი როგორც იქნება პირველი რას აკეთებს მე მოდის ცოტა ცოცხლად მარხავს ადამიანს. აი ეგ არის კიდე ძალიან მაგარი და მანდ აქ შენარჩუნებული ძალიან მაგრა ეს რეალისტურობა რომ
ბანალურად არ გადადის. მოდი ახლა ჩვენ ვიყოთ ყველანი ანგელოზები და მივუტევოთ მას. აი ყველაფერი ეტაპობრივად ძალიან ლოგიკურად ვითარდება, ძალიან ლოგიკურად მიდიან იმ დასკვნამდე, რომ გაუშვან და თუნდაც ის ბოლოს შივარასაც აკეთებს, რომ აი როგორ ელაპარაკება, იმუქრება, უყვირს, ან ყველანაირი ეს რაც აქვს ნეგატიური რაც აქამდე არ გამოუხატავს, იმ მომენტში გამოხატავს. გამოიღებს. ეს აი ეგ რო არ გაეკეთებია, მე უკვე ძალიან სისულელე იქნებოდა და ძალიან აი ფანტელები და ფერიები. ეგ რო არ გაეკეთებია, თვითონ ადამიანები სალარი დარწმუნებული ვარ, ეგეც რომ მიუშვა და ერთ-ერთი დააყენო ამასთან, ეგეც იგივე ეს გააკეთებდა, რასაც შივა, რასაც ვაჰიდი გამოხატავდა და მაგიტო არ წამოყვა და მაგიტო არ ჩაერია ამაში, რომ იმან იცოდა, რომ ამის გაკეთება არ უნდოდა. მაგრამ იქ რო ყოფილიყო იმ სიტუაციაში, აუცილებლად გააკეთებდა და მე მგონი ყველა მაგას გავაკეთებდით, არ ვიცი, ანუ როგორც მინიმუმ, ხო, ანუ როგორც მინიმუმ სტილს გავაცნობ. ეგ რა მაგარი სცენაა და თვითონ იმ ექბალის პერსონაჟის ცვლილება, რომ მიღაბი აქვს აკრული, რომ აი მე თუ მომკლავთ მაინც ის ვიქნები რა ქვია. ხო, და ნუ ეს თავის ფილოსოფია, ფსიქოლოგიას ამათ უფრო ამცირებს, ანადგურებს სულიერად ასე შემდეგ და მე როგორ წამიერად, როგორც კი შივაც მიცდა ამან არ იცოდა მე მგონი რადგან თვალებიც რამდენი იყვნენ. მე უკვე ძალიან უსუსური ხდება და თვითონ აი კონტრასტული მაგას ეს სიტყვერად ვერ გადმოსვა, უბრალოდ უნდა უყურო ორივე რო რაღაც განწირულად ყვირის და ერთი რის გამოყვერეს და მეორე რის გამოყვერეს. აი მათ მსახიობობის თქვა, იმიტომ ძალიან მაგრები იყვნენ, აი ზუსტად ეგ ყვირილ რო ახსენე, ორივეს შივა ხო ეჩხუბება, ითხოვს, თან ანუ ეგ ფრაზა არის, თქვი, მაპატიე და ის ხო იმეორებს რომ მაპატიე. ხო, ერთმანეთს რო გავდა ეს ფრაზები, რაღაც ორი ძალიან ღრიალი, აი რაღაც ძალიან საშინელი მოსასმენი იყო, ძალიან საშინელი მოსასმენი იყო. შივას მხრიდან ეგბალის მისამართიც კი არ არის, ძალიან განზოგადებულია, აი ყველაფერი რაც მის გარშემო არის, თითქოს იმას ეუბნება, რომ აი ყველაფერს უნდა აპატიოს და ყველას უნდა აპატიოს. მარტო ეგბალს კი არა. და აი ითხოვს, იმიტომ რომ ამასაც ძალა უნდა, იმიტომ რომ ეგბალმა რამდენიც უნდა უთხრას მაპატიე, თუ შივა მზად არ იქნება ამისთვის და აი იგივენაირად ძალიან უნამუსო უნდა იყოს ადამიანი, რომ ნამუსი ააგდო ასეთი პერსონაჟი, ანუ ასეთი ადამიანი, რომ აი აპატიე ხო გითხრა, რომ ან არა, იმხელა ძალა, იმხელა ფსიქოლოგიური რაღაც. ეგ მე მგონი არასდროს არავის არ უნდა უთხრა და მოუწოდო, იმიტომ რომ აი რაღაცა მეორე ადამიანს რომ უნები რომ აპატიე, ანუ შენი რა საკამეა, ვინ ვის რას აპატიებს. ხო და აი რაღაც ეს თითქოს შივა ყველაფერს გარშემო და ალბათ პირველ რიგში საკუთარი თავის გამო აი ასე განწირულად მაკიდო ღრიალებდა, ეგ მითხარიო, რომ თითქოს საკუთარ თავსაც უღრიალებდა, რომ შეძელი და აპატიე. აქ ძალიან ძლიერი სცენა იყო. და მაგ სცენამდე კიდე ერთი ვიზუალური პარალელის სახით სანამ აქ ხესთან გაჩერდებოდნენ, ეს ქუჩაც ხო ჩაბნელებულია, მე მარტო ეს ფარები არის. და რაღაც უცებ ატორმუზებს და ფარების შუქს ვხედავთ, რომ ძაღლი გარმოდის და მე უანგარებს და ეს აქ აჩერებს. ჩაბნელებული ქუჩა, როგორც დასწეში იყო, შეეძლო კიდევ უფრო წინ ასულიყო რაღაცა. მაგრამ იქ ძალიან საინტერესოა, რომ პერსონაჟების შედარების ხრივაც ვაჰიდის კი ჰამიდი ვახსენე და ვაჰიდი ძალიან მაგარი, ძალიან საინტერესო პერსონაჟია, ბევრი რამის გამო და ამ პერსონაჟის ხასიათი, პიროვნება, ესეთი დეტალებით უფრო კარგად ჩანს, ვიდრე რასაც ლაპარაკობს. ჯერ ზოგადად თვითონ მსახიობი ხო არის ძალიან საყვარელია. ძალიან სევდიანი. ორსულს და იქ მე რობერტოვებს ამბობს მარტო და ბულკი რო უყიდა და მე ექთნებსაც რო თვითონ გადაუხა და გრთამიეს, ნუ ეგეც ძალიან მაგარი. ხო. რაღაც ირანული კულტურის გამოძახილია აშკარად და ძალიან კარგად არის ეგეთი რაღაცები ჩასმული, მაგრამ აი ზუსტად ეგ დეტალი მაგალითად რომ ძაღლს არ დაეჯახა და გააჩერა და აი მან საავადმყოფოში ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ეპიზოდი რაც იყო ამ ფილმში, ჩემთვის პირადად არის, სანამ ამშობიარებენ თავიდან ხო რაღაც არის გადასახდელი ოფიციალურად რაც არის გადასახდელი, რომ მიდის და რომ ამოიღებს საფულეს, ეგბალის საფულეს და უკარო ჩაიდებს და თავის ბარაც რო აძლევს. აი ასეთი დეტალებით უფრო მაგრად ჩანს. რას გვანახებს ამით რეჟისორი, რომ ის რა გადაწყვეტილებასაც ეს ადამიანი იღებს, არ არის ეს ჰაერიდან მოტანილი, იმ დანასაც რო უტოვებს, რომ თავი გაითავისუფლე,
ეს არ არის ჰაერიდან მოტანილი. ასეთ რაღაცებს განახებს, გამახსოვდება. ეგეც ძალიან კიდე მაგიტომ მომეწონა, რომ კამერით და მონტაჟით არ იყო ყურადღება გამახვილებული, ეგ მომეწონა ძალიან. რომ რაღაც ერთიანი ხედი არის და უბრალოდ აკეთებს და მორჩა. ეგეთი რაღაცებით იქნება ხოლმე ის რეალისტური გარემო, რაც ასე ახასიათებს ირანულ კინოს, აი მსგავსი დეტალებით პერსონაჟების მხრიდან. ძალიან საინტერესო არჩევანია ჩემთვის ის, რომ ყურადღება არ გაუმახვილებიათ იმაზე, ვინ რატო დაიჭირა იმ რეჟიმმა მაშინ და ანუ ის რატო მოხდა ეს რაღაც ბექსტორი და რაღაცეები, ეგრეთ წინ არ წამოუწევიათ. რა თქმა უნდა, არის ხოლმე ესეთი შემთხვევები, როცა დრამატურგიაში ესეთი რაღაც ესეთი სიტუაციები რო იქნება, რომ ბევრი სხვადასხვა ტიპის პერსონაჟი ერთად და აუცილებლად უნდა გავიგოთ მათი ბექსტორი და ვინ რატო როდის რისთვის დაიჭირეს და აქ ეგრე არ იყო და ეგეც ძალიან კარგი დრამატურგიული სვლა აღმოჩნდა. ტონი რეჟისორი ბატონი ჯაფარი ამბობდა, რომ ეს თვითონაც ხო ეს თავისი ცეხის გამოცდილება ჰქონდა, მაგრამ ჩემი მეგობრებიო, რომლებიც უფრო დიდხანს იყვნენ ციხეში, მათ თხოვე დახმარებულ, ზოგადად ძალიან ბევრი ადამიანი დამეხმარაო. დიდი ალბათობით ხო ეს ეხება პერსონაჟების ხასიათს და როგორ მოქმედებთ და ასე შემდეგ. ამიტომ არის, რომ რაღაც ძალიან სამგანზომილებიანი პერსონაჟები არიან და არ არიან აი ესე ბრტყელი და მარტივი, რომ მოდი მოუკლათ, მოდი, იმიტომ რომ დაგვარტყა და მოდი არ მოკლათ, იმიტომ რომ ჩვენ კეთილები ვართ. ანუ კეთილ და ბოროტზე ბევრად უფრო მაღლა არის, ბევრად უფრო სერიოზულ რაღაცას ეხება ეს ფილმი, ვიდრე უბრალოდ შავი და თეთრია და ხო, მაღალი და დაბალი და ასე შემდეგ. კი, ნამდვილად. რაც გვინდოდა ამ ეტაპზე რაც გვინდოდა რომ გვეთქვა, იმიტომ რომ კიდე მოგვივა რაღაც აზრები დროთა განმავლობაში, რასაკვირველია, იმიტომ რომ ასეთი ფილმი არის. დღეს ამით მოვრჩებით, შემდეგისთვის დავველოდოთ სირაც განხილვას. თქვენს რამე თუ გენდოებათ, აუცილებლად შემოგთავაზეთ. არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ. მადლობა ყურადღებისთვის. კარგად.